6 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა და ცეკვა. უკვე 2 წელია ცეკვავ ჩოხოსნებში. ცეკვაში ყველაზე რთულია ტერფის დაჭიმვა. ყველაზე ადვილია ცეებზე დადგომა. ჩოხოსნებში მყავს 2 მასწავლებელი, თამარი და ბექა. ბექა მასწავლებელი არის უფრო ხიარული, თამარი მასწავლებელი უფრო მკაცრი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარული. საყვარელი ლეთი არის ეს. კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. ამ კონცერტზე მინდა ჩავიცვა გრძელი შავი კაბა. ჩოხოსნებში გოგოებიც ცეკვავთ და ბიჭებიც. უფრო კარგად ცეკვავთ გოგოები. იმიტომ რომ ბიჭები დახტიან და ცელქობენ. მე მინდა კონცერტი მქონდეს თბილისში. სამოგზაუროდ მინდა წავიდე ბაკურიანში და აფრიკაში. აფრიკაში იმიტომ რომ ცხოველები მიყვარს ძალიან. განსაკუთრებით მიყვარს კატა. სახლში მყავს 1 კატა და 1 ძაღლი. კატა არის უხეში და ჩემი მეგობარი არის ძაღლი. სახლში კიდევ მინდა მყავდეს 1 ცალი იხვი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ვხატავთ, ვკითხულობთ, ვაწებებთ და ვჭრით. კიდევ იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და მყავს კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მელისა სიგუა. ყველაზე ცელქი არის ევა. ყველაზე მშვიდი არის მილანა. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ლამაზი რო ვარ, იქიდან ვიცი რომ სარკეში ვიხედები. კიდევ ყველა მეუბნება რა ლამაზი გოგო ხარ. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. ხატვა ძალიან მიყვარს და კარგად ხატავ. მე ვიცი გოგონას ხატვა, კიდო ყვავილის, კიდო ცისარტყელა, კიდო მზე, კიდო სახლი, კიდო მზე. ყველაზე ხშირად ხატავ გოგონას. მე ახლა გასწავლით გოგონას დახატვას. თავი, თვალები, ცხვირი, პირი, ყური, თმა, ტანი, ფეხები და ხელები. აი ასე კარგად გამომდის ხატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს მწვანე. ვაპირებ სახლში ნახატების გამოფენას. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ მეგობრებს, დეიდაშვილებს, ძმებს, კლასელებს და შობლებს. გამოფენაზე გავყიდი ყველა ნახატს და მერე თავიდან დავხატა. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. ამ ფულით ვიყიდი ტანსაცმელებს, იმიტომ რომ მიყვარს ძალიან გაბრანჯვა. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ჟუჟუნა ბერიძე. იმიტომ რომ ეს არის საყვარელი, გვეხუტება 7 კვირის. ზოგჯერ იმიტომ ყვირის, რომ ბავშვები აბრაზებენ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი ცეკვის მასწავლებელი.
ახლა მინდა ვიყო 15 წლის. იმიტომ რომ რაც უფრო გავიზრდები, უფრო კარგი ვიქნები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია. მინდა მყავდეს 3 ძმა და 1 და. მამიკო არის ხიარული, უშიშარი, ვაჟკაცი, სიმპათიური და მხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია და ზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მაკარონი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. საყვარელი ფილმი არის მისტერ ბინი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიქნები ყველაზე კარგი მხატვარი. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. იმიტომ რომ ჩემსავით სრულყოფილია. წინა ბავშვმა დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი არის ჩამხელა თოჯინა. შემდეგ ბავშვს უტოვებს შეკითხვას. რა არის მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის გაშეშობანა. ბედნიერება არის სიცილით და დედიკოზე ჩახუტება და მამიკოზეც. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.